მე აქამდე ვიცოდი, რომ იუმორინა ტარდებოდა ფილარმონიაში და აღმოჩნდა, რომ 2026 წელს იუმორინის ჩატარება გადაწყვიტეს სამთავრობის კანცელარიაში და ამ შოუს ჯემალ ბაღაშვილის მაგივრად ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. სამარცხვინო ვოდებილების შემყურენი ვართ. ანუ გამოდის, რომ არსებობს რაღაცა ფორმატი შეხვედრების ჯადოსნური, რომელშიც ჯადოსნურად ამ შეხვედრებით შეეძლოთ ფასი დაეწიათ. არა 14 წლის თავზე მათი მმართველობის, არამედ პირველ წელს, იმიტომ რომ საწვავის ფასი ხო ახალი პრობლემა არ არის. შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასი არის 2012 საწვავის ფასის გაიაფება, განახევრება არის 2012 წლის დაპირება ქართული ოცნების. არა, გუშინდელი ამით 2012 წელს. 2012 წელს ერთ-ერთი დაპირებითიც მოვიდნენ იყო ეს. შესაბამისად, ეხლა ნებისმიერ წელს, ანუ ნებისმიერ ნაახალ წლებზე 14 წლის მანძილზე შეეძლოთ, რომ დამჯდარიყვნენ, მოიყვანათ ეს მენავთობეები, იმაში რა ქვია, მთავრობის მაგიდასთან, დაეშვათ და ნუ აი თქვათ რაღაცა ჯადოსნური სიტყვები და მე იმათ ფასის დაკლების რესურსი აღმოიჩინათ. თურმე ესე მარტივი იყო, ოღონდ 14 წელი არ გააკეთეს და მე 14 წელს გააკეთეს. ვისაც ეს ჯერა აი ეს მარაზმი, ხო, ის უბრალოდ, რა ვიცი, არ არის აცნელი და თავიდან მომდა რეალობას. საწვავის ფასი შეიძლება იყოს სხვა ეკონომიკურ ვითარებაში. ქვეყანაში, რომელსაც აქვს სასამართლო სისტემა, ქვეყანაში, რომელიც არის თავისუფალი. ის რომ დიდი ფასნამატია გასაგებია, მაგრამ ამ ფასნამატს თავისი შინაარსი აქვს და ზოგადად ვინმეს თუ აინტერესებს რა იყო ერთ-ერთი მთავარი კრახი საბჭოთა კავშირის, ეს იყო ფასთა ხელოვნური წარმოქმნა. ეს არის ძალიან რთული რამ და არათუ კობახიძე მასზე ბევრად უფრო ჭკვიანი ადამიანები ვერ ახერხებდნენ ამას დაგეგმილ ეკონომიკაში.